რაში გჭირდება ვიტამინების და მინერალების მიღება? წარმოიდგინე, როგორც მანქანას, ისევე შენს ორგანიზმს აქვს საწვავი და ზეთი. საწვავი მანქანისთვის არის ენერგიის უწყვეტი წყარო. შენი ორგანიზმისთვის ეს საწვავი არის მაკრონუტრიენტები. ანუ ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები. მაკრონუტრიენტები გაძლევენ კალორიებს. 1 გრამით ცილა გაზავს 4 კალორიას, 1 გრამით ცხიმი გაზავს 9 კალორიას, მაშინ როცა 1 გრამი ნახშირწყალი გაზავს 4 კალორიას. აი ზეთი მანქანის ძრავს საშუალებას აძლევს, რომ საწვავის წვის პროცესი უწყვეტ რეჟიმში აწარმოოს. ზეთის გარეშე საწვავიდან ენერგიას ვერ მიიღებს მანქანა, სწორედ ესეთია შენი ორგანიზმისთვის ვიტამინები და მინერალები. ვიტამინები და მინერალები მაშინ როცა არ არიან შენი ენერგიის მთავარი წყარო, ისინი მაკრონუტრიენტებისგან, ცილებისგან, ცხიმებისგან, ნახშირწყლებისგან მეტაბოლურ პროცესებში აუცილებლად ჩართულები არიან. როგორც წესი გვჭირდება მიკროგრამები და მილიგრამები, ანუ ძალიან მცირე რაოდენობა, თუმცა ეს არ აკლინებს მათ ფუნქციას. მათ გარეშე შენი მეტაბოლური პროცესები წარმოუდგენელი იქნებოდა, ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი. აირიდო თავიდან ჯანსაღი კვების გზაზე. მიზანი არის შენი წონის კლება, ენერგია თუ წონის მატება.